გამარჯობა, დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია გიორგი კორკოტაშვილი, ექიმი ინფექციონისტი. ბოლო პერიოდში იზრდება გლობალურად რაოდენობა რეზისტენტული ფლორის ანტიბიოტიკების მიმართ და უფრო ცლად რო განვიხილოთ, რა არის ამის მიზეზები, რა ხდება, რა ტენდენციები გვაქვს საერთოდ მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოში. გიორგი, რითია გამოწვეული ეს რეზისტენტობა და რა მდგომარეობაა დღეს? მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან საინტერესო თემა და ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური 21 საუკუნეში. ანტიმიკრობული რეზისტენტობა თავის თავში მოიაზრებს ყველა ანტიმიკრობულ საშუალებაზე გაზრდილ რეზისტენტობას. ვირუსების გაზრდილი რეზისტენტობა ანტივირუსულ საშუალებებზე, ბაქტერიების გაზრდილი რეზისტენტობა ანტიბიოტიკებზე, სოკოს სახეობების გაზრდილი რეზისტენტობა მათ საწინააღმდეგო საშუალებებზე და ასე შემდეგ. ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხი ძალიან აქტუალური გახდა მას შემდგომ, რაც ბუნებაში გამოჩნდა ძალიან რეზისტენტული მიკრობები, რომლებიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციებს. ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიზეზად ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდის ტენდენციის ბოლო პერიოდში სახელდება ანტიბიოტიკების გამოყენება არარაციონალურად, როგორც ამბულატორიულ პაციენტებში, ან ამბულატორიულ პაციენტების მიერ, ასევე ჰოსპიტალებში. არარაციონალური ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება ეს არის ასევე საქართველოში ფართოდ გავრცელებული. ჩვენ ვიცით, რომ პაციენტები თვითონ ყიდულობენ ანტიბიოტიკებს და ისეთი დაავადებების დროს, როგორც არის ვირუსული ინფექციები, უბრალოდ ქაციება, რასაც ჩვენ მეძახით, მათ შორის გრიპი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი კოვიდი, ასეთ დროს პაციენტები თვითნებურად ნაყიდ ანტიბიოტიკებს აფთიაქში თვითონ ღებულობენ, რაც ცალსახად იწვევს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდას. აღნიშნული პრობლემა ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა დგას ჰოსპიტალებში, გამომდინარე იქედან, რომ ეს არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად და ანტიბიოტიკების გამოყენება ჰოსპიტალში შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ჭარბად, გარკვეული მიზეზების გამო და ეს პროცესი იწვევდეს ანტიბიოტიკებზე რეზისტენტობის ზრდას. რა გავლენას ახდენს რეზისტენტობა თვითონ თერაპიაზე, ანუ კიდევ უფრო მეტად რო განვარტოთ, ანუ რა საშიშროებებია ამაში და როგორ იცვლება ჩვენი მიდგომა თვითონ თერაპიის კუთხით. ჩვენ ცალსახად უნდა ვიცოდეთ, რომ მეტად რეზისტენტული მიკრობი იწვევს მეტად ძლიერ დაავადებას. მეტად რეზისტენტულ მიკრობს ჭირდება უფრო ძლიერი ანტიმიკრობული საშუალება და უფრო ძლიერ ანტიმიკრობულ საშუალებას აქვს უამრავი თავისი გვერდითი ეფექტი. თვითონ საბოლოო, ანუ პაციენტის მდგომარეობის საბოლოო გამოსავალი ამ შემთხვევაში როგორია? ანუ აი საშიშროება რა არის, გარდა იმისა, რომ ხანგრძლივია ეს მკურნალობა, თვითონ ეფექტი როგორია, ანუ გამოსავალი დაავადების როგორია ამ შემთხვევაში? რეზისტენტული მიკრობით გამოწვეული დაავადების როგორც მკურნალობა რთული, ასევე მკურნალობის შედეგი ვერ იქნება ისეთი, როგორც სტანდარტულად ეს შეიძლება ყოფილიყო ნაკლებად რეზისტენტული მიკრობით გამოწვეული ინფექციური დაავადების შემთხვევაში. ეს არის ცალსახა. ანუ როგორც ვაზუსტებ ისევ ერთხელ, რომ მკურნალობისთვის გამოიყენება მეტად აგრესიული ანტიბიოტიკი, ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება მეტად აგრესიული ანტიბიოტიკის გამოყენება. მკურნალობა არის მეტად ძვირი, ანტიმიკრობული საშუალებებს აქვს მეტად გაზრდილი გვერდითი ეფექტები და რა თქმა უნდა გამოსავალი ვერ იქნება ისეთი ზოგ შემთხვევაში, როგორც ეს არარეზისტენტული, ნაკლებად რეზისტენტული მიკრობების მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობის შემთხვევაში გვექნებოდა. როგორ უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკის სწორად? რის საფუძველზე უნდა დაინიშნოს და როდის უნდა ჩავთოთ ანტიბიოტიკი? ძალიან საინტერესო შეკითხვა. ისევ და ისევ დაუბრუნდები, რომ კატეგორიულად წარმოუდგენელია ანტიბიოტიკით თვითმკურნალობა. ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს ექიმმა, ანუ კვალიფიციურმა სპეციალისტმა, კონკრეტული სამედიცინო ჩვენებით. ანტიბიოტიკოთერაპიას პაციენტი საჭიროებს მხოლოდ და მხოლოდ ცალსახად დადასტურებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ვაზუსტებ ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, როგორც არის ძალიან მარტივად რო ვთქვათ, გაციება, რასაც ჩვენ ვეძახით,
ანტიბიოტიკი საჭირო არ არის და მისი მიღება მხოლოდ და მხოლოდ გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით პაციენტისთვის მავნია, არა მარტო გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით, როგორც ვამბობდით, ის მერე ზრდის ანტიმიკრობულ რეზისტენტობას და პოტენციურად თუ პაციენტი როდესმე სხვა დროს დაავადდება რაიმე ბაქტერიული ინფექციით, არის მოსალოდნელი, რომ ეს შემდგომი ინფექცია, როცა მას მანამდე არარაციონალურად, არასაჭიროებისამებრ გამოყენებული აქვს ანტიბიოტიკი, ეს პოტენციურად მომავალი ინფექცია იყოს რეზისტენტული უკვე გამოყენებულ ანტიმიკრობულ საშუალებებზე და მისი მკურნალობა საკმაოდ გართულდეს. ანტიბიოტიკოთერაპია ეფუძნება ბაქტერიოლოგიურ კვლევას. თუმცა აქ კიდევ არის ერთი შეკითხვა, ბაქტერიოლოგიური კვლევა არის უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა ლაბორატორიული კვლევები. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევას დრო სჭირდება, ის არის ოქროს სტანდარტი, რჩება ოქროს სტანდარტად. ჰოსპიტალში ანტიბიოტიკოთერაპიის ინიციაციამდე აუცილებელია ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება. ბაქტერიოლოგიური კვლევის ნიმუშის ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის ჩაბარების შემდგომ ჩვენ ვიწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას ისიერად. არ ველოდებით ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხს. ისიერი ანტიბიოტიკოთერაპია შეიძლება გარკვეულწილად უფრო ფართო სპექტრით მოიცავდეს, ანუ უფრო აგრესიული იყოს, მაგრამ როგორც კი გვექნება ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხი, ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ანტიბიოტიკოთერაპია უფრო მიზანმიმართული, უფრო ვიწრო სპექტრის, უფრო ეგრეთ წოდებული თარგეტირებული იყოს და რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლები რაოდენობით ანტიბიოტიკი იქნება გამოყენებული ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ეს ცალსახად შეამცირებს ამ ნაკლები და არა მარტო რაოდენობაში, არამედ სპექტრალურად ნაკლები ანტიბიოტიკი, ანუ არააგრესიული ანტიბიოტიკი იქნება გამოყენებული მკურნალობაში, ეს ცალსახად შეამცირებს ამ ანტიბიოტიკის მიერ გამოწვეულ გვერდით ეფექტებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ანტიბიოტიკოთერაპია არის ცალსახად აუცილებლობა ბაქტერიული ინფექციების დროს, ის არის უმნიშვნელოვანესი, ის არის პაციენტის გადამრჩენელი, მაგრამ ანტიბიოტიკოთერაპიას ასევე აქვს თავისი გვერდითი ეფექტები და ეს გვერდითი ეფექტები და სარგებელი აუცილებლად სასწორზე უნდა იყოს აწონილი და დაწონილი. ამიტომ არასათანადოდ და არასაჭიროდ ანტიბიოტიკის გამოყენება ამ შემთხვევაში ჩვენ სასწორის ერთ პინაზე შედეგი საერთოდ არ გვიდევს, ანუ ამ ანტიბიოტიკის შედეგი არ მოაქვს, იმიტომ რომ ის პაციენტს არ სჭირდება და მხოლოდ სასწორის მეორე პინაზე გვჩება დანიშნული არასაჭირო ანტიბიოტიკის მიერ გამოწვეული უამრავი გვერდითი ეფექტი და ამ გვერდით ეფექტებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდა, ჩემი გადმოსახედიდან, როგორც ინფექციონისტი ვიტყვი, ეს არის უდიდესი გლობალური ჯანდაცვის პრობლემა. და ბოლოს ვიცეთ მაინც რეკომენდაციები პაციენტებს, ანუ რა არის ის რეკომენდაცია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ინფექციური დაავადების დროს, ეს არის ვირუსული თუ ბაქტერიული, რომ გაითვალისწინოს იმისთვის, რომ არ განვითარდეს, არ გაიზარდოს ეს რეზისტენტობა. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მედიკამენტი მით უმეტეს ანტიბიოტიკი თვითნებურად არ უნდა მიიღოს, თვითმკურნალობას პაციენტმა არ უნდა მიმართოს. მან უნდა მიმართოს კვალიფიციურ სპეციალისტს, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ოჯახის ექიმები, თერაპევტები ამას სრულად უზრუნველყოფენ. უკიდურეს შემთხვევაში ანტიმიკრობული მკურნალობის კოორდინირებაში შეიძლება ჩაერთოს ინფექციონისტი, ესეა ზოგადად ჩვენი პროფესია და ცალსახად ექიმებმა ცალსახად და ეს საკითხი საჭიროს მეტ პოპულარიზაციას, რომ ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშნამდე კონკრეტულ სიტუაციებში ამბულატორიულ პაციენტებთან მიმართებაში და ყველა შემთხვევაში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებთან მიმართებაში ანტიბიოტიკის თერაპიის დაწყების წინ ჩაატარონ ბაქტერიოლოგიური კვლევა. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ მეტად ვიწრო სპექტრის, მეტად ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე და მეტად მიზანმიმართული ანტიბიოტიკი და ხელი შეუწყოთ პაციენტის ძალიან მალე გამოჯანმრთელებას ნაკლები დოზით, ნაკლები ხანგრძლივობით მკურნალობის პირობებში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო გიორგი კორკოტაშვილი, ექიმი ინფექციონისტი. დამატებითი კითხვებისთვის მოგწერეთ კომენტარებში.